გამარჯობათ ხალხო, ეს გადავახვიდეთ დასაწყისი არ გვინდა. მეოთხე სეზონის მესამე სერიაზე ვართ. თან კარგს და პეჩენიას შევჭამ, თქვენც მოიტანეთ, დაასტოპეთ, მოიტანეთ საჭმელი და ალაიქეთ ვიდეო, არხი გამოიწერეთ და თან ჭამოდოთ, თან შეუბეროთ. მას მიყურებ. შენ თუ იცი ჩემი ოჯახური მდგომარეობის შესახებ რამე? რა ხდება გამაგებინე? აი მის გარდა მე კიდე ორი შვილი მყავს. უმუშევარი ცოლი. სოფელში მარტო ხელა დედა, რომელსაც თვეში 30 ლარი აქვს პენსია. შენ იცი რომ ეს სხვა ხელობა არ მაქვს და აქედან რომ გამაგდო. ვინ ჩამოგითვალე, მეც მათთან ერთად შიმშილით გავფშიკავ ფეხებს. მოიცა, სად გაუტიე შენ, ვერ გავიგე. მერე ჩემგან რა გინდა, მე რა სამსახურიდან დაგდებ შენ თუ რა? მაგდებ აბარა, მარტო შენ კი არა, ზახარიჩის. ვინ ზახარიჩი, გასა? ბინდა ბიძინა თაბაგარი. მე არც ისეთი იდიოტი ვარ, როგორც გამოვიყურები. იტყობა პირი შეკარეთ. თავიდან გინდათ რომ მომიშორო და თქვენი ძველი ძმაკაცი გენო შავდია მოიყვანოთ უფროსად. არა, შენ ნახდათ იდიოტი ხარ, ხო იცი? აბა რა არის ბიჭო? იმ დღეს ხრამიას უნდა დავიბარა და თქვენი გულისთვის კი ნაღამ ტყავი გამაძრო. ისე ვინ ვერ ვივნე, იმ ფაქტი თუ არ დამარცხავდა არ მეგონა. აუ. სალამი სექსუალურ უმცირესობას. არ ვიცოდი. რა მოხდა გეხუბრეთ ეცო? რა შემოგდენით სახეები? ვინმე ყორში მოგავდათ? ჯერ არა. ერთი ამ სულელს მოусმენთ რეებს ლაპარაკობს რა. ადამიანურად რო გექცევი, იმიტომ არ სულელია რა. მე კიდევ ჯანდაბას რაც გინდა ის დამიძახოს. სახარიჩი, ჩემს ზურგს უკან რატომ მოქმედებთ? რა გინდა თხამიაშვილს ჩემი თავი სამსახურიდან გინდათ გააგდებინოთ? რაო? რა ჩვენს გამო დაგიზახა და გამოგლანძღა? დიახ. ვა, ეს რა გაირამე მესმის? ნახე რას ამბობს. ხრამიაშვილი რო გეჭხობა, ეგ არის კარგიო. ბიჭო, ის კი არ არის კარგი. ხრამიაშვილი რო იმ კამანდაშია, ისა. მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი მაგაში რა. ეგ სულ ყველა მაგათი ხალხია, ბატონო ბიზინა, თქვენ რო გითორთოლებდათ. აბა რა კაცო, ჯერ როდის ვამბობდი მაგას? რეზო, მოხდა კულდობა. მინისტრის სახლი გატეხეს და მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ქაღალდები გაიტაცეს. აი განცხადება. უნდა აღზრდათ სისხლის სამართლის საქმე და სასწრაფო გამოძიება დაიწყოთ. და ხრამიაშვილი ფეხებსაც ვერ მოგჭამთ. აი ეს არის გენადი კალკეს მობილურის ნომერი. ამის მიხედვით უნდა დამიდგინოთ იმ ხალხთა სია, რომელიც პასტაიანად რეკავს კანკიასთან. გასაგებია. ეგრე რა ჩამაყენეთ საქმის ხურში და ვინ იღალატო მე იმის დედავატი. რა საყვარელი კაცია, მარტო რა უღალატო კაცია. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თინათინ გაწერილი განცხადება გააკეთა სანატორიუმ წიწუნარის ტრაგედიასთან დაკავშირებით. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის კომენტარს. მოგესალმებით. მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო ერთი თვის წინ სანატორიუმ წიწუნარში მომხდარი ცნობილი ტრაგედიის შესახებ. სანატორიუმში დასასვენებლად მყოფი მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დაღუპვამ ბუნებრივი აღაშფოთა ჩვენი საზოგადოება. ქვეყნის ყოველი ნორმალურად მოაზროვნე მოქალაქე. ამ ვირუსით მოცულ საქმეში ბევრი რამ მართლაც ბადებს შეკითხვებს და შეკითხვების დიდი ნაწილი უკავშირდება ამ ნაგებობის პროექტს, მის ავგარგიანობას. შეიძლებოდა თუ არა პროექტირების ეტაპზე უბედურების თავიდან აცილება. რა ხდება? ამაზე ექსპერტები გაგვცემენ პასუხს. თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძიების მთავარი სამხილი იქნება გარდაცვლილი პროფესორის ალექსანდრე ამოევის საექსპერტო დასკვნა, რომელიც მან სპეციალური საპარლამენტო კომისიის დავალებით წარმოადგინა ჯერ კიდევ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. პროფესორ ამოევის ანგარიში ბევრ გარემოებას მოფენს ნათელს და ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს დღის წესრიგში. ეთყობა სწორედ ამიტომ ბოლო დროს საზოგადოებაში მიზანმიმართულად ვრცელდება აზრი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება შეგნებულად უმალავს მოსახლეობას ამ ანგარიშს. უკვე სატელევიზიო ეთერშიც გაჟღერდა რამდენიმე პირდაპირი მინიშნება. მინდა განვაცხადო, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ბინძური ინსინუაცია და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ბოროტი ცილისწამება. ჩვენ სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული იმაში, რომ პროფესორ ამოევის ანგარიში დროულად იყოს ნაპოვნი და გამოქვეყნებული. ჩემთვის ცხადია, რომ ზოგიერთ ძალას და პიროვნებას ჩვენს ქვეყანაში ეს არ აწყობს.
რათა არ დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მინდა ვუთხრა მათ, ხელი შეშლის ნებისმიერი მცდელობა ჩვენს მიერ განხილული იქნება როგორც ძიმე სახელმწიფო დანაშაული, აქედან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგით. დღეს მე საგანგებო დავალება მივეცი შინაგან საქმეთა მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე. რათა დროულად გაირკვეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, გამოაშკარავდნენ დამნაშავეები და აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც შეგნებულად უშლიან ხელს საქმის ობიექტურ გამოძიებას. მადლობთ ყურადღებისათვის. მადლობთ დიანაცო. შეჯამრამეს? არა. დალევით? არა, მინდა არაფერი არა. კაი ბატონო. შენ ახლა რომ უსმენდი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს პირდაპირ ჩვენ გვაძლევდა ატმასკას. აი ახლა გვითვალთ რომ რამდენიც უნდათ. ჩიფში უსველაპარაკე ტელეფონზე. კაი კაცო, მე რა თქვა? სათა ითანამშრომლობს და 9 საათში ველოდება. ზორიან კარგი. კუდები ხوار შეგიმჩნევია. მე მგონი არა. ხო, თქვენ ვიღაც ტიპი რომ გითოლთოლებდათ მერსედესით. მეცნობამეს კი რომ გითხარით. ხო. ეგ ხრამიაშვილის სასწავლინა ყოფილა. Տեսვադրე რა. ესე იგი, ამოევის ანგარიშით უკვე 3 სასწავლია დაინტერესებული. პირველი ჩიფჩური თავის ხელი კაცით, აი მშავ სიგარეტს რო ეწევა. მეორე პრემიერ-მინისტრი თუშიშვილი და ჩვენ. მესამე ხრამიაშვილის კანტორა. მაგ ხრამიაშვილს რა უნდა? ბიჭო, შორციოს დაიდგასო. პირადად მაგას არანაირი კავშირი არ ქონდა სანატორიუმის მშენებლობასთან. მე არ ვიცი. ფიქრობ, ვიღაცის დავალებას ასრულებს. ვის დავალებას? რა არიცი? თეორიულად გამორიცხული არ არის, რომ თინა გაწერელიამ პარალელურად მაგათაც დაავალა. ანგარიშის პოვნა. განცხადებას ხომ მოусმინე. და რაც შეეხება ხრამიაშვილს, ეგ გაწერელიას კაცი არ არის. დუდურიგებ. აბა ვისი კაცია? აი მე მგონი უფრო იმათი. ვისაც არ აწყობს აჩოთის გამოყენება. ეგეთი ბევრია რას გაიგებ. ხო, მაგრამ მეორე მხრიდან რომ შეხედო, ეგ ერთი ჯგუფია რა. ვიტალი ხარჩილავას მეგობრები. ძალიან გავლენიანი ხალხია, აი ვის თავის დროზე საპარლამენტო კომისიას წიწვნარის მშენებლობაზე დაბრუნვა თქმევინა. და მინდა თქმევინა. ნუ ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა ამას ვერ მოახერხებდა. ეგ ასლია. გასაგებია. მაგრამ საიდან აქვს ეს ძლიერ ხალხი გავლენა ხარჩილავას? ბიჭო, სოროს არ ჩაუდე ამ ხელა მაყუთი რევოლუციაში, რაც ხარჩილავა მჭადრა. მერე იმას ამუღება ხომ უნდა. იქ რაღაცა ხდება, მილიონი რაღაცა. რა ვიცი მე თო. ფუ ამის დედავადე და ამ სიმერეში ხლა პოლიტიკა მინდა და მე. რომელი საათია? არ დაგვაგვიანდეს იმ ჩემისასთან. ხო, წასვლა. აუ. ზავეთით. ო. მან პრობლემა არ არის. მე დავურეკავ მე. კარგი. კარგი. ძალიან მაგარია ხო? მე თქვენ ტელეფონზე გელაპარაკეთ. კაპიტანი ნიჟარაძე, მაიორი თაბაგარი. თქვენ ის პოლიციელები არ ხართ? პრემიერმა პირადად უნდა გაჯილდოვათ. ბათუმი, ურანი არა? კარგი იქნით რომ დამიერიგეთ. ისე მესვაპირებდი თქვენთან დაკავშირებას. იმედია ჩემი ჩვენება გამოგადგებათ. მართლა ქალბატონი თინას გამოსვლის შემდეგ მიმაჩნია და ვალდებული ვარ რომ ოფიციალური განცხადება გავაკეთო. მაშინ მე ჩავიწერ და თქვენ ხელი მოაწერეთ, კარგით? კი ბატონო. ეს საქმე პარმენ ჯაშს ეხება. წინა კვირას შევხვდი, რიცხვი არ მოხსოვს. თუმცა მას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემმა თანაშემწემ შემომიტანა წერილი წასაკითხად. ჯაში აწერდა ხელს. თქვენ ყველა წერილს კითხულობთ, რაც თქვენს კანცელერიაში შემოდის? არა, ამდენს რა წაიკითხავს. ვინ აღარ მწერს ანონიმში გები,
გიჟები, მანიაკები, სამსახურიდან გამოგდებულები, მიტოვებული ცოლები. მოკლედ, ჩემი თანაშემწე ახარისხებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წერილები შემოაქვს. რა მოეჩვენა თქვენს თანაშემწეს მნიშვნელოვანი ჯაშის წერილში? წიწუნარის ტრაგედია. მე მგონი მნიშვნელოვანია რა. ჯაშიმ წერდა რომ ის ერთადერთია ვინც იცის სად არის ამოევის ანგარიში. უფრო სწორედ ამ ანგარიშის ერთადერთი გადარჩენილი პირი. ამას ხელისუფლების გინება მოსდევდა. ესე იგი ეს ხენ ხელისუფლების წარმომადგენლად არ გთვლით? არა, ჯაში წერდა რომ ის არ ენდობა ოფიციალურ პირებს. მანით ის რომ უამრავი პირია დაინტერესებული ამ საქმის მიჩქმალვით. მოკლედ მე ერთადერთი პირი ვარ, ვისაც შეიძლება კიდევ ვენდოს კაცი. თავს არ ვიქებ ეს ჯაშის სიტყვებია. მეც მოკლედ ერთი-ორი სიტყვა მივწერე და დავუნიშნე შეხვედრის დრო. ამბარას გულისხმობთ? დიახ. და ეს თქვენ საიდან გაქვთ? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? რატომ ტელეფონით არ დაუკავშირდით? ჯერ ეს ერთი რა გარანტია მქონდა რომ ნორმალურ ადამიანთან მაქვს საქმე. მეორე ერთი მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი სატელეფონო საუბრები ისმინება. ეხლა ამკითხოთ ვინ მისმენს და რომელი უწყებიდან ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს. და საერთოდ რატომ უნდა სწორნოდა ვინმეს დროზე ადრე ამოევის ანგარიშის შესახებ? ხომ შეიძლება ეს დოკუმენტი ყალბი აღმოჩენილი იყო? ან საერთოდ ვიღაც გიჟის ბოდვა, რა ასე არ არის? ალბათ. მე რა მოხდა? არაფერი, მეორე დღეს ჯაში გამომეცხადა. ცოტა აღელვებული, აღზნებული მეჩვენა. ანგარიში თან მქონდა? ჯაშისნაირი ხალხი ყველაფრის გარს მსოფლიო საიდუმლოებას ქმნის. ჯერ დიდხანს მიხსნიდა რომ არის ბეტონის სპეციალისტი, რომ ამოევის უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდა მასალათა მედეგობისა და სამშენებლო მექანიკის ინსტიტუტში. და თუ საჭირო იქნება, გადმომცემს სანატორიუმ წიწრონის პროექტის დამატებითი ექსპერტიზის ანგარიშს. მე მოგეხსენებათ ამოევის ანგარიში ნამდვილი ბომბია. მე ხელისუფლებას ხშირად ვაკრიტიკებ, ოღონდ არა როგორც ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი აკეთებს. მე მოსახლეობის თვალში იაფასიანი ქულების ჩაწერას არ ვაპირებ. ამიტომაც ურჩია ჯაშს ეს დოკუმენტი მიეტანა თავისი უშუალო უფროსისთვის, როგორც წესი და რიგია. ესე იგი ინსტიტუტის ახლანდელ დირექტორთან. როგორც მახსოვს, არ დამიზუსტებიან კონკრეტულად ვისთან. მე უთხარი უშუალო უფროსთან მეთქი. ჯაშმა კი ჩათვალა რომ თავისი უშუალო უფროსი სოციალურმყოფის მინისტრია. გეოგრამ, აკი ოფიციალურ პირებს არ ვენდობიო. ასე ადვილად რატო შეიცვალა აზრი? არა, აზრი არ შეუცვლია, უბრალოდ მე დავპირდი რომ საქმის მიმდინარეობას პირადად გავაკონტროლებდი. ბატონო ტრისტან, ჯაშ თან მქონდა ანგარიში თუ არა? კი. მე თქვენ გაეწევით მაგ ანგარიშს? არა ვარ. გაცნობას ვერ დავარდე, უფრო გადავათვალიერე. რამდენი გვერდი იყო? 20, 25. ზუსტად არ მახსოვს. ნახაზები და ფორმულებით იყო აჭრელებული, აბა მე რას გავიგებდი. ერთი კი ცხადია, ამოევი კატეგორიული წინააღმდეგი იყო სანატორიების მშენებლობის. იმ დღის შემდეგ ჯაში აღარ მინახავს. აბა საიდან იცით რომ ანგარიში მინის მიუტანა? ბატონო ჩემო, ჩვენ პოლიტიკოსებს ინფორმაციის ჩვენებური წყარო გვაქვს. როგორც თქვენ ოპერმუშაკებს, ასე არ არის? მე ხომ არ გეკითხებით ინფორმაციას საიდან ღებულობთ? ბატონო ტრისტან, ქსეროქსი თუ გაქვთ? მაგრამ გადავიღებდით თქვენ ჩვენებას და ერთ პირს დაგიტოვებდით. კი ბატონო, მომეცით და ახლავე გადავაქსეროქსებ. აი, მაგრამ გადაიკითხეთ და ხელი მოვაწერეთ. ქსეროქსი რა ჯანდაბად გინდათ? მაინტერესებს რა ახლოს აქვს თუ არა ქსეროქსი. 100%-ად ვიცი. რამბოსგია, ბიჭო. ანგარიშის ერთი ასლი გადაღებული აქვს და თავისთვის აქვს დატოვებული. მაგრამ რომ მოკლა არ გამოწყდება ეგ ვირიშვილი. რამბოსგი კაცია, ბიჭო. ქსეროქს შემოიტანს უეჭვა. გადაქსეროქსებს უკვე. მე მგონი ჩემი ვალი მომიხადე. რომ ცოდნოდა მოვლენები ასე განვითარდებოდა, უფრო ადრე განცნობებდით. რა მოვლენები, ბატონო ტრისტან? რა ვიცი, თუნდაც ჯაშის გაუჩინარება. ესეც თქვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაა? არა, ეს ყველა მიცის. მე პირველად მესმის.
იქნებ კისლაუშია წასული დასასვენებლად. ღმერთმა ქნას. კარგად ვზანდებოდეთ. ხელი არ ჩამოვართვა, რა კაცია, ბიჭო. ჟანრი და მაგარი მსახიობი. ოპელ ექტრა. რეგზო, ხო ვართ მე და შენც მაგაცები? მაგას რატომ მეკითხები? ვარ თუ არა რაგაც? ვართ მე? ხო, ეხლა ერთ რამეს გეტყვი და არ გეწყინოს. არ მომწონს რა ამ თაკოს აქციები. ადრე მოგცემდათ? არა, ადრე არაფერი შემინიშნავს. იცით რა? მაგისგან ყველაფერი მოსალოდნელია რა. რაო, რა მიქარა? ბიჭო, რაღაც ახალი რუბრიკა აქვს. უხერხული შეკითხვები თაკო გიორგაძესთან ერთად. შევირიშვილო, თუ უხერხულია, რასე კითხები, არა ის რას პასუხობს. იცი რა კაი ხალხს ებრძვის, კაცო. და ვის უთქვას ყველა? უხერხულია რასე კითხები. ტრისთან ჩიმჩიულს, კაცო. ნიგაძე. კი, გუშინებული. შენ სიტატაშვილი გასავს? რომელი სიტატაშვილი? შორენა კაცო, ჟურნალისტკა. სოსოიგაცის პადრუჩნიცა. აი არჩევნების დროს რო გაასაღეს. როგორ არ მახსოვს. ხო და აი მე მეშინია რომ შენი თაკოც ეგრე არ გაასაღო. ბიჭო, უთხარი რამე დაელაპარაკე, დაარიგე. პოლიტიკა ბენზური რამეა, ძმო, ძალიან საშიში. ან რამდენი საძლევს ის ჩიფჩივრი რომ ამ ხელა რისკად ღირდეს. იცით რა ბატონო მეძინა? მე მაგასაც არ ვეტყვი. და საერთოდ რა წავიდე ზეთი მაგის ო! ბიჭო, თქვენ რა ერთად აღარა ხართ? ძალიან კარგი. მე არაფერი მithქვამ, შენ არაფერი გაგიგე. რატომ ალაპარაკე ამდეხანს? ეგრეა რა. უი, ხო, სუდან მოვიწყდა. აი რა შეეხება კანკიას. აქ მთელი ინფორმაცია. ესე იგი, ბოლო 3 დღის განმავლობაში მობილურზე შემოვიდა 54 ზარი. აქენა ყველაზე ბევრი 6ჯერ დაურეკია ზალ თუშიშვილს. ხოლო 5ჯერ ვინმე ამინამ ბროძელს. დანარჩენი თითო-თითო და 2-2 ზარია უმნიშვნელო. ეხლა თუშიშვილი რა თქმა უნდა გამოვრიცხე. ხოლო რაც შეეხება ამინამ ბროძელს. ეს ბროძელი ყოფილი პოლიციელი აღმოჩნდა. ყოფილი პოლიციელი უკვე რაღაცა. წავედით. ვის მიეკითხა? ვა, ზახარიჩ, საიდან კაცო? როგორ გაგახსენდი, ა? შემოდი. რა სიჩუმეა, კაცო? სად არიან ბავშვები? გამანებეთ უძმახარ თავი რა. ძლივს დაისვენა ყურებდა. დაჟე. მაინც სად არიან? ციხში დაიყვანა ლილი. მინდოდა რა მენახა. ალბათ დიდები არიან უკვე. მაგრამ ხო გაიგონია, გლეხიშვილი იზრდებოდა და ბირდებოდაო. შენ როგორ ხარ? წნევები მაწუხებს რაღაც. აი ამინდი რო იცვლება, ყვდები კაცი. გაიგეს. აბა, შენა? თუ. ვარ რა. პივას კიდებს ვა? ისე, ხანდახან კი. ზახარიჩ, კაი ღვინოს? არა, რა თუ ძმახარ, საქმე მაქვს შენთან. რა საქმე? ამირან ბრუძელი. ეს სახელი და გვარი გეუნება რამე ეს? ბიჭო, არა, წინა სეზონიდან დიხანი გასული შენ არ გეუნება? რას უნდა მეუნება? 2005 წელს რო ის სეზონი გადაიღეს. ამირანა არ გახსოვს კაცო? 2006-ში გადაიღეს ეს ტურნე, მაგრამ ამირან ბრუძელი არ გახსოვს? დადებასა 9 წლის ჯო, ამირან ბრუძელი მეკითხარი ახლა დაიჩემე, ამ თუ იცი რამე მითხარი კაცო. აკი არაფერს უჩივიო? სკლეროზი გონია შენ საწყალო, სკლეროზი.
სკლეროზი არა ის კიდეგაც. თუ იცი რამე თქვი რა? მესამე სერია მეოთხე სეზონი. გასალოს უმეტეს როჟა. არა, რაღაც ფურცლები მია. აბა ერთი ნახე ვინ დგას ჩვენს გველით. ამირანა პროძელი. ვაი შენს პატრონს უბედურს. ვაი შენს პატრონს უბედურს. ეშვედან არ მიშაობდა. ვაი. მართლა ვაი. შემართლა ჩამოსაწერი ყოფილ ხარ უბედუროში. შენ ყოფილ ხარ უბედურო ნახე. რა ახალგაზრდები ვიყავით. აბა თუ გახსოვს ეს ბროძელი, რატო გავაგდე მილიციიდან? ხო, აი რაღაცა მახსოვს. რაღაცა არა. აი? ქთამზე, კიროჩზე, სიგარეტების გამყიდველებისგან ყოველდღე იღებდა თითო პაჭკა სიგარეტს. ხო. აუ, მახსოვს. ბიჭო, მათხოვე სულათი რა. კი ბატონო. ოღონდ არ დაგარგოიცოდე. არა კაცო. რა ახალგაზრდები ვიყავით? გამარჯობათ. კისმენ. ანი დღეს არ მუშაობს? თქვენ მგრძანდებით. მე პოლიციიდან ვარ. 100.000 ვიყავ. მე არ ნიკოსთან რა საქმე გაქვთ? იმისთანაც ესიერთა პატიოსანი გოგო მეორე არ დადის ქვეყანაზე. არა, მე ეჭვს არ მეყარება. ესე იგი ხაჭაპური არ კენებავთ. არა, მე ანი უნდა ნახო, რაღაც უნდა გითხო. მე ვერ დაგეხმარებით. არ ვიცი, არ ამგონია. თუმცა ერთი წოდით. ეს კაცი ხომ არ გესნებოდ. კარაგენაცვალე. აი რა სიმღერა, კაი. ძლებ კონაცვალე. რა სიმღერები ატევს რა. მე კოპირაიტი ედება ხალხო მაგიტო ვახვევ და YouTube-ში შლის იმ ჩემ ლაპარაკსაც. ოი ხა. ძანა სახაჭაპურეში ვიყავი, ქალბატონმა თალიკო მაგეთ გამომიშვა. გესმათ? იქნებ დავსეთ სადმე რაღაც მინდა განახო. კი? სალამი. სალამი ჯიგარო. თუც მაგარ ერთი ცივი წყალი არა გაქვს? წყალი არა, ბორშომი მაქვს. მობზანდით. მან პოლკაზე პლასმასის ჭიქა იღე. გავზანდით.
მადლობთ. რა სიმღერა გაიცით? გაი. თუც მახარ, ეს შენი მეზობელი როა, ამირანა, ბროძელი. სად დადის თო? აბა ეგ როდის არის სახში? დადის, დაჩალიჩობს. ვა. აბა სააგენტოს როგორ გაამუშავებს? არა, ამაზე კოპირაიტი არის. პოლიციანერი ხარ? პოლიციანერი ხარ? ხო. ამირანას ხო ბივში ძაღლია. ერთად მუშაობდით რა, აი? ამირანა ხო ბივში ძაღლია. აი ეს მე ვარ ეს ამირანა. Фронтовые друзья. Конечно. Шена ქვია? ბიზინა. შენა? პერჩ. ო, პერჩ სახელი. პერჩიკა რა. თელი უბანი მიცნობს. Извини, енесოლი, მე სხვა უბნელი ვარ. კაცო, რომ მოხველი და сразу კიბეზე დააწექი. გეკითხნა გეტყოდი, სახში არ არის, წყვილად არ ახვიდე. აი ნიდა დუბლსა. პერჩიკჯან ერთი ეს მითხარი. ამ სააგენტოში მარტო მუშაობს ეგ შენისა? სამსიბე დირექტორ, სამსიბე სეკრეტარჩა. ხანდახან სედა მოდის ულაგებს. სედა ვინ არის? დამლაგებელია რა. თერუბანში ვისაც ცოტა ფული აქვს, ეგ ულაგებს ბინებს. და ამირანას რა ფული აქვს, კაცო? ეგრე არ არის. მაინც რაღაცა შოულობს. ჟინვალში პატარა სახლი იყიდა, დადის თევზაოს. ის მაგარი რიბაკია. აი სულ კლოვი არ იყოს, მაინც მოკვდება და 5-6 თევზს დაიჭერს. ჩემთვისაც მოუტანია ბევრჯერ. მარილს მოაყრის, გახმობს და მერე დავაი, პივა, თევზი და სერიპური. ეგ არის მაგი ცხოვრება. მარტო ხელა კაცი, ეგრეა ჩემო პერჩიკჯან. მაგას ცოლი ყამდა კრასავიცა. თეთრი სუქანი ქალი და პატარა გოგო. ეგ რომ მილიციდან გამამსერეს, წავიდა. მაგი ეგ რომ მილიციდან გამამსერეს. აუ რამდენი ხალია ეს სიტყვა არ მომისმენია. ეგ რომ მილიციდან გამამსერეს. სულ სვამდა, ჩხუბობდა, ატლაკებდა. მე თქვი რა შვები ამირანჯან, გაიწოდვა. ეგ მაინც თავისაც უბერამდა. ბოლო წავიდა კალი. წავიდა და განიშნა. განიშნა წავიდა და მარას იზამდა კაცო, აშტუანა დავსდა ბოლოძიევით. მაცოდა, არ ვიცოდი თუ ჟინვალში სახლი იყიდა. კი კაცო, ტბასთან ახლოა, წინ პატარა ბაღი რამე. მან შენ ამყოფი ხარ? ვა, თელი ელექტროპრავოდკა მე გაუკეთე. სულ დამწვარი იყო რო იყიდა. კაი კაცო. Я ПТУ заканчивал по специальности электромонтёр. Грузэнергოში მუშაობდი. მერე мама ჩემი მევნება, პერჩიკ შვილო, წამო ხელობა ისწავლე, ფული გექნება, აბა იქ ჯამაგირი გეყოფა. მერე კიდევ ნიდაიბოგ, დენი დაგარტყას მოკვდები. ფუ, კაცო, როიძახი? ტბის პირას არისო, აკაპტუ და პაპას. აი, ჟინვალი გაიარე. მერე პადიუმია. მერე სონკურს რო გამს. იმ ეკლესიას გაივლი და დაბლა სოფელია. ანანურზე იძახი? ხო, ანანური. Слушай. ვახ, ასტვას, აი, აჰა. ანანური, რა გაასომხურა? ვა, მე ხوار ვიძახი სომხურია. მე ვიძახი გამს. გამს. ერთი მე ვგავარ. ჯინალოლო ბრიჯიტას. და მე ანანური ეჭმიაძეს. ლექსო. მე ვარ. ხო, ამერან ბროძელთან ვიყავი, არ არის სახში. მომისმინე, ეხლა მე სამინისტროში მივდივარ. და იქ შევხვდეთ ერთმანეთს. ხო, ბიჭო, მომისმინე. რაღაცა ჯემპრიან თხელი კურტკა წამოიღე რა. არა, სათევზაოდ მივდივართ. ხო, ანანურში. დავაი. შენ ეს მითხარი. დუბლი რომ მოგიტანო. კაი, პატნიოტკან აგვიკას დაარტყავ. ჩემი ხელობა ეგ არის. მაიტანეს შევხედამ.
მე სულ აქავარ. ხარაშო. აბა კარგად იყარი. ხელი ჭუჭყანი მაქვს უფროსო. არა უშავს, ნეტა ყველა შენისანა სულთა ხელები გონდეს. ბატონო ბიძინა, დილიდან გეძებთ. პირდაპირ რაღაც უბედურებაა. ეს ტელეფონი არ ჩერდება, მირეკავენ დაღუპული ბავშვების ახლობლები, ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მეკითხებიან, რატომ ვაფარებ ხელს მკვლელებს, რატომ არ ვაქვეყნებ ამოევის ანგარიშს. დავძამე. თქვენ დარჩით რა ბატონო გენადი. თქვენს ქალბატონო ელენე, თუ შეიძლება. თელავიდანაც დამირეკეს. აბა შენიცი არ შეგვარცხინო, თუ მართლა შენ აკაკე ანგარიში დროზე გამოვაქვეყნეო. არ ვიცი რა უპასუხო ამ ხალხს. მეუბნები რომ სულ მალე ყველაფერი გაირკვევა. ჩვენ ჩემჩიურს ჩვენება ჩამოვართვით და ნუღელავთ. ამაღამ თუ არა ხვალ ყველაფერი გაირკვევა. ასე რომ თავისუფლად შეგეძლებათ ოფიციალური განცხადება გააკეთოთ. ნამდვილად? რასაკვირველი, ეჭვ ვერ მეპარება. ეს გენადი როუზის მაგალითია. ეხლა რამდენიმე კითხვა მინდა თქვენს თანამშრომლებს დაუსვა. კი ბატონო. ბატონო გენადი. ეს გენადის პონჩი. პარმენჯაშის ვიზიტის დროს. თქვენ აქ იყავით სამინისტროში. მაგრამ მე მაშინ არ ვიცოდი რომ ახლა ხომ იცით? ხო და მაინტერესებს სად იყავით? ჩემს კაბინეტში. მარტო? მე იშვიათად ვარ ხოლმე მარტო. გაუთავებლად ვიღაც შემოდის ან გადის. თანამდებობით ვერ გეტყვით. კარგით, კარგით. ეს ვინა? ეკაცი არ ყოფილა თქვენთან. არ მგონია პირველად ხედა. თქვენ თუ გახსოვთ ეს ტიპი ქალბატონო ელენე? როგორ არ მახსოვს? აქ იყო მოსული. როდის? იმავე დღეს, როცა ჯაში მოვიდა. ჯაშამდე თუ ჯაშის მერე? როცა ჯაში ბატონ ზალთან შემოვიყვანე, ის უკვე მოსაცდელში იჯდა. და იმის მერე არ გინახიათ? ხო გითხარით, სიგარეტი გააბოლა და გავაგდე მოსაცდელიდან. ცოტა ხანში ეს და გენო ერთად შემოვიდნენ. აჰა. და ეს კაცი მოსაცდელში დარჩა? არა, გენოსთან შევიდა კაბინეტში. ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ გენადი კანკია მაშინ თავის კაბინეტში იყო, როდესაც ბატონი ზალი პარმენ ჯაშს ელაპარაკებოდა. სწორია? ეგრე გამოდის. და ჯაშის წასვლის მერეც იქ იყო. ესე იგი თქვენ გონიათ, რომ საკმარისია ქალბატონო ელენე, დიდი მადლობა. ბატონო ზალ, იქნებ დღეს დაგვითხოვთ ბატონი გენადი. თუ არ გჭირდებათ რასაკვირველი. მგონი ისეთი არაფერი გვაქვს. მითხარით რა შეასაქმე? არაფერი, არა. უბრალოდ მინდა გავესაუბროთ. აქ? არა, ლექსოსთან კაბინეტში. არა ლექსო. არა, თუ რასაკვირველია თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით. ეს რა? დაპატიმრებაა? როგორ გეკადრებათ, ბატონო გენადი, ახლა თქვენ რა ტელევიზორს მაინც არ უყურებთ? არის იცით როგორ აპატიმრებენ ჩვენთან? ბატონო ზავ, ჩვენ წავედით. და თუ შეიძლება ღამით დაგირეკავთ. გვიანაც რომ იყოს, რა უშავს? როცა გინდათ. ღამე მაინც არ მძინავს. იცით 8 საათზე შეხვედრა მაქვს დანიშნული. იმედია მანამდე მოვჩევით. ნახოთ. Привет, Захарич. როგორ ახ? ასლარიკოვსკი. ბიჭო, შენთან ერთი პარტიული დავალება მაქვს. მოვიყვანეთ გენადი კანკია. დაუჯექი და ჩვენ რომ ვიცით ისე დაამწიფე რა. ეს ნაჟიმო. ვინ არის ეს კანკია? დაკავებულია? ჯერ არა. მაგრამ ტელეფონზე არ დაარეკინო. ვაფშე რო იფსამდეს კიდეს. ამ კაბინეტიდან ფეხი არ მოაცვლევნო. თვალი არ მოაშურო, სანამ მე და ლექსო არ დაუბრუნდებით. გასაგებია? არის უფროსო, მაგრამ თქვენ მალე მოხვალ? არა, გვიან ღამე დაუბრუნდებით. მაგრამ მაგ დროისთვის გატოვე უნდა იყოს. კაი და მაინც რაები ვკითხო. სულ ერთი არა. რაც თავში მოგევა.
მორჩა ბიჭო. ვა, შემდეგ სერიამდე ხალხო. დალაიქეთ ხოლმე რა და არხი გამოიწერეთ. დროებით, პაკა, შემდეგ სერიამდე. აბაეთ.